საავადმყოფოების გახსნა არის მშვენიერი შესაძლებლობა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომელიც ახლა ქვეყანაში არსებობს, განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ცაგერში მოსახლეობასთან შეხვედრისას. საავადმყოფოს გახსნამდე მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება მიმდინარე სოციალურ პროგრამებზე, ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობასა და ახალი საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობაზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესის გზას დაადგა და დაამთავრდა ის დრო, როდესაც დენი, გაზი და ფული მხოლოდ ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ხალხს ჰქონდა. მისი თქმით, როდესაც არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის დგება, ჩვენი ხალხი პროგრესულ მომავალს ირჩევს. უბები არის. აი ეს ბიჭი არის ჩვენგან დაფინანსებული პრეზიდენტის პროგრამით. პრეზიდენტი ეს არის ძვირადღირებული ოპერაცია, ჯაფარის ოპერაცია. რაც უნდა გაუკეთოთ, თქვენ პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა. დიდი მადლობა ზოგადად ოჯახისა. დიდი მადლობა ხელი ოჯახის სახელით. ამოვანდა ბაბანგერგუნდა გადაიხადა კაიდეს ოპერაცია ძილზე. ისე როდის გაიგეთ ოპერაცია? ორისია, სპენიძალოვი ცოცხალი. სად გაიგეთ? ქუთაისში. ეხლა უკვე აქაც ყველა პრობლემა ეს მოხდა. საავადმყოფოების გახსნა არის ჩემთვის მშვენიერი შესაძლებლობა ვისაუბრო იმ საჭიროებათა პრობლემებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. თქვენ იცით, რომ საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გაჭირვებაა ჯერ. რა თქმა უნდა, საქართველოს ერთი ნაწილი არის ოკუპირებული მტრის მიერ და ეს აგვაძლევს სიხარულის და რაღაც ბედნიერების და განცხრომის საშუალებას. მაგრამ მე ისიც კარგად ვიცი, რომ ჩვენი ქვეყანა მინის წინ. რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან არსიამოვნებს. ეს არის ხალხი, ვინც სხვადასხვა ფორმით, ხან ერთი დროშის ქვეშ, ხან მეორე ლიდერის ქვეშ, ხან მესამეს ქვეშ იკრიფება ერთი და იგივე ძველი სახეები, ერთი და იგივე უკვე მოწყენილი, დაღვრემილი შესახედაობის, პოლიტიკური მუმიფიცირებული ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ჩააბნელა საქართველო, ის ხალხი, ვინც 10 წლების განმავლობაში არა მხოლოდ 90 წლებში, არამედ იმაზე ადრეც ძარცვოდა საქართველოს, ვინც საზრდოობდა იმედთან, რომ ყველა დანარჩენი იყო ღარიბი და ეს ხალხი გვეუბნება ახლა. და ამ ხალხს არ სიამოვნებს, რა თქმა უნდა, აღმშენებლობა. ამ ხალხს არ სიამოვნებს, რომ ჩვენ ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურებს, იმიტომ რომ ადრე დენი იყო მხოლოდ მათ ქუჩაზე. მხოლოდ მათ ქონდათ გენერატორი, მხოლოდ მათ ქონდათ განმოყვანილი დენის წყაროდან, მხოლოდ მათ შეელოთ სახლები ხონოდან განათებული და გამთბარი. ამ ხალხს არ სიამოვნებს ახალი სკოლები. იმიტომ რომ მხოლოდ მათ შეელოთ თავის შვილებისთვის რეპეტიტორების აყვანა, მხოლოდ მათ შეელოთ სახლში მოეყვანათ კერძო მასწავლებლები და კერძო მასწავლებლებთან გაეზარდათ შვილები. მათ არ სიამოვნებთ მაგალითად ინგლისური სწავლების პროგრამა და კომპიუტერები, იმიტომ რომ კომპიუტერებიც მარტო მათ უნდა ქონოდათ და მარტო მათ შვილებს უნდა ცოდნოდათ უცხოენები. მათ არ სიამოვნებთ საავადმყოფოები, იმიტომ რომ ადრე მხოლოდ რამდენიმე პალატა იყო თბილისში გარემონტებული და მხოლოდ მათ შეელოთ იქ კურნალობა და მხოლოდ მათ შეელოთ იქ დიაგნოსტიკური გამოკვლევა, ან უცხოეთში წასვლა და იქ კურნალობა და იქ ამის ფულით და საშუალება მხოლოდ მათ გააჩნდათ. მათ არ სიამოვნებთ ქართველი ხალხი ზოგადად. და ქართველი ხალხი არის ჯერ კიდევ დიდი ნაწილი საკმაოდ გაჭირვებული. ამიტომ წარმოვიდგინეთ ახალი ლოზუნგი, გაჭირვებულ ადამიანს არაფერი არ უნდა კითხებოდეს თუმე პოლიტიკაში. მარტო თუ მომიპარე თავის დროზე ბევრი ფული, საეჭვო გზით იშოვე ფული, თუმე მარტო მაშინ უნდა გეკითხება პოლიტიკაში საქმე, თუმე მარტო მაშინ უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მარტო მაშინ უნდა მოხდე პარლამენტში და მარტო მაშინ უნდა აგირჩიონ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მათ არ სიამოვნებთ პარლამენტი ქუთაისში. იმიტომ რომ ადრე ყველაფერი წნეოდა ერთ ქუჩაზე თბილისში და თბილისიც განვითარებაც არ სიამოვნებთ. იმიტომ რომ თბილისში ახლა მარტო დედაქალაქის ცენტრი კი არ ვითარდება ყველა გარეუბანი, მაგრამ ის რომ ახლა თბილისიდან გადავიდეს პარლამენტი ქუთაისში, ეს მართლა საერთოდ კატასტროფაა. იმიტომ რომ საქართველოს რეგიონები განვითარდება. იმიტომ რომ წყალტუბოს აღშენებობა იწყება. იმიტომ რომ აღშენებობა თანათან გავრცელდება და მოიცავს ქუთაისის და პერიმეტრს, ქუთაისის გარშემო ყველა რეგიონს. და ადრე ძალიან მარტივი იყო. ყველანი ცხოვრობდნენ ერთ ქუჩაზე, დენი იყო მარტო იმ ქუჩაზე, გზას აგებდნენ მარტო იმ ქუჩაზე, პარლამენტში ირჩევდნენ ხალხს მარტო იმ ქუჩიდან, ფული ქონდა ხალხს მარტო იმ ქუჩაზე. აი ამ ცხოვრების დაბრუნება უნდა, ამ მუხტახორა, არაფრის მაგრის, კორუფციას კორუფციით
და ხალხის ძარცვით გაქცევებულ წარსულში შეეღოთ ხალხს. მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს. რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარარონ. რა სხვადასხვა ხრიკებსაც არ უნდა მიმართონ. რამდენი გაზეთიც არ უნდა იყიდონ. რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ. ჩვენი ხალხი არის ძალიან ჭკვიანი. და ჩვენმა ხალხმა გაიგო გემო რას ნიშნავს პროგრესი და არავის არ უნდა უკან დაბრუნება. როდესაც არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის არ შეიძლება რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ. რა გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს. ჩემი ასაკის ადამიანები, ბებია ჩემის ხელა ადამიანები, ჩემი შვილები ყოველთვის აუჩვენთ მომავალს, იმიტომ რომ ხედავთ პროგრესს, ხედავთ პერსპექტივას და მომავალი ეკუთვნის ჩვენ შვილებს და ჩვენ გვინდა მომავალი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი აწყვის ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. ბევრად მდიდარი ქვეყნები ამის მიათეთს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ საქართველოში ფულს აღარავის არ ვაპარიებთ. დიახ, საქართველოში მე მყავს ხალხი მთავრობაში, რომელიც ძალიან ღარიბი ოჯახებიდან და ფული არ უშევიათ მთავრობაში ყოფნით. და ალბათ გონივართ სულელები, რომ როგორ მთავრობაში არიან და ფულს არ აკეთებენ, როგორ შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ბევრად უფრო მეტ რაღაცას, ვიდრე ფულს შეიძლება მოიტანოს რაოდენობა. ჩვენ ვაშენებთ ჩვენთვის, ჩვენი ყველასთვის, ჩვენთვის ახალ ქვეყანას. ჩვენ ჩვენი შვილებისთვის გვქონდეთ ახალ მომავალს. რომელი ფულით გადაიფარება ეს ღირსება, როგორც ჩვენი ქვეყნის აშენება და ახალი მომავლის შექმნა საკუთარი ქვეყნისთვის. რა ფულით შეიძლება იმას, რომელიც სიმდიდრე უნდა იყოს, რამდენი სახლი უნდა აიშენოს ვინმე მინისტრმა, გადამიზოლა თქვას, რომ 150 საავადმყოფო ააშენა საქართველოში. რა ფული უნდა გააკეთოს ისეთი, თუ არ შევადარებთ იმას, რომ თქვას ვიღაცა, რომ 3000 მაგარი სკოლა ააშენეს საქართველოში. რა მანქანით უნდა იყოს ისეთი, რომ ამას არ ურჩევნია, რომ თქვას, რომ რამდენიმე 1000 კილომეტრი ახალი გზა გავაკეთეთ საქართველოში მსოფლიოს სტანდარტის. რა უნდა იაროს ისეთ უცხოეთში ასიამოვნე მიიღოს თუ არა თქვას, ბევრად არ უბედათ არ ურჩევნია თქვას, რომ ყველგან საქართველოში არის მაგარი წყალსადენი. ყველგან საქართველოში არის პროგრესი. ყველგან საქართველოში იქნება ახალი საწარმოები. ყველგან საქართველოში თანდათან ირახება სიღარიბე. ყველგან საქართველოში არის გაუჯობესება. და ყველგან საქართველოში არის კიდევ ბევრი პრობლემა და გვაქვს დიდი პრივილეგია, რომ ერთად შევებრძოლოთ ამ პრობლემებს და ერთად შევებრძოლოთ ამ სიღარიბეს. ცალ-ცალკე კი არ გადავირჩინოთ თავი. არ გამოსავალი იმაში კი არ ვიპოვოთ, რომ აბა ეხლა ღარიბები გვერდზე გავწვევთ და ვისაც უჭირთ და ჩვენ მოვილაპარაკოთ დიდრებმა და გახსოვებულებმა და ერთ სამეზობლოს და ერთ კლასში და ერთ ბირჟაზე მდგომება რა უნდა იყოს ქვეყანაში. არამედ ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი არის ყველა ქართველის ხელდაკაპიტებულ შრომაში, ყველა ქართველის ენერგიაში, ყველა ქართველის პერსპექტივის და თვალში იმედის სინათლის გაჩენაში და ნაპერწკალის გაჩენაში. არ არის ესე ხო? ასე რომ დიდი მადლობა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტმა ახალი კლინიკა დაათვალიერა 25 საწოლიანი სამედიცინო დაწესებულება, თანამედროვე ტექნოლოგიებით უახლესი მოდელის რენტგენის და ეხოსკოპიის აპარატურით არის. აის ჯგუფმა აღჭურვა კლინიკაში გინეკოლოგიური, პედიატრიული, ქირურგიული და ლაბორატორიული განყოფილებები მუშაობს. საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა, კლინიკას 100-მდე თანამშრომელი ყავს. მათი უმრავლესობა ადგილობრივია. როგორ დადებით? კაცი ეგარებს. პატარა პირდაპირ სამთება ქონდა და აბა ამამიდებში გადაემართებოდა. უკვე შეუძლია რომ ადგილზე თავისივე რაიონში იმკურნალოს. მოსახლეობა თქვენს გამოდით. ოფასო მოსახლეობა პროგრამა ხო სამოწაზურზე მოც ყველა კილომეტრი ეს პოლიციებზე გადავა. სექტემბერში გამარჯობა პოლიციაზე. ხარე იბენი თიხაში შეხედა. ატორი არ გაიცნდა ის ხარე. აჯო ხალხი დაახალე. ყველა შევა ხალხი ხარე და ისეთი. ხარე და როგორ ზოგადად